მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. დღეს გამოცხადდა ბათუმელების და ნეტ გაზეთის დაამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა. მზია ამაღლობელი 353 მუხლის პირველი ნაწილი ცნო დამნაშავედ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. ამით ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის 7 თვიანი საქმის განხილვა დასრულდა. პროცესს ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. თავდასხმა რო აბსურდი იყო, დადასტურდა რა თქმა უნდა ეს, მაგრამ განაჩენი რაც არის, ეს არის აბსურდი. მზია ამაღლობელი 2 წლით ციხეში არ უნდა გამოიკეტოს, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ მას რაც ჩაიდინა ეს დანაშაული არ არის დანაშაული, ის კვალიფიკაცია არის არასწორი და უნდა გათავისუფლდეს. მაინც ვერ გაბედა სახელაშვილმა მზია ამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს დაახლა და აქ ამ დარბაზიდან ვერ გაბედა ეს, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე მზიას უდანაშაულობა სრულად ამ ქართულ სასამართლოებში დადასტურდება. ხალხო, შეუძლებელია რომ სილის გაწვის გამო ადამიანს თავდასხმას ედარებოდეს. ნამდვილად იქნებოდა ადეკვატური სხვა სასჯელის გამოყენება, სამწუხაროდ ეს სასამართლომ არ გააკეთა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების განზრახვა, რომ მზია ამაღლობელი უნდა დაისაჯოს და ეს სასჯელი უნდა მატერიალიზებული იყოს, ის უნდა ციხეში იჯდეს, ეს განზრახვა შეასრულეს, თუმცა სასჯელის შემცირებით, უფრო დაბალი კვალიფიკაციის მიცემით, მათ თითქოს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას აჩვენეს, თუმცა რა თქმა უნდა სასჯელის უსამართლობა ისევ ძალიან მძიმე ფაქტია. პროცესის შემდეგ გაკეთდა განცხადებებიც. ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა გადაწყვეტილება დასჯის დემონსტრაციულ აქტად შეაფასა. სინამდვილეში ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი არ აქვს. სინამდვილეში ეს არის არა განაჩენი, მე მინდა სწორად რაიბოს საზოგადოებამ, არამედ დასჯის დემონსტრატიული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი. იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ვსაუბრობთ ამდენი ხანი. აბსოლუტურად არ არის სამართალი და გეტყვით ახლა რატომ არ არის სამართალი. მე წინა პროცესზე მოსამართლეს მივუთით ერთი საქმე დეტალურად და მინდა რომ მედიამ ყურადღება გაამახვილოს ამ საქმეზე. ეს არის ასეთივე საქმე, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა პანგური ამოარტყა პოლიციელს. იმ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა, დიახ, და იმ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა პირობით იმ მსჯავრი, არც ერთი დღე პატიმრობა. ეხლა შეადარეთ ის საქმე მზიას სილის საქმე. სხვაობა რაშია იცით? იქ დაზარალებული იყო პატრულ ინსპექტორი, რიგითი პატრულ ინსპექტორი. ამ შემთხვევაში დაზარალებული არის ბათუმის პოლიციის უფროსი. პროცესზე იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც მზია ამაღლობელს მადლობა გადაუხადა და გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. როცა საზოგადოებამ ყველაფერი თქვა თავისი სათქმელი, ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს არანაირი გამბედაობა. არც იმისი, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს, არც იმისი, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება სადღაც ამ ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც გონია, რომ გამოძვრება და ვერ გამოძვრება. გუშინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. არჩევნები კვლავ ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამ მრჩეველთა 95% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.
ამ მომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, ასევე დღეიდან ამოქმედა წინა საარჩევნო კამპანიის აგიტაციის წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონის ქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ კრის მარშალთან ერთად დაესწრო. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი. ეჯალის პერიოდ 2025-ის ფარგლებში ჩატარდა ლაივ კომპონენტის საბრძოლო სროლები, სადაც მონაწილეობდა 22 ბატალიონის მულტინაციონალური ელემენტი, როგორც ლეფექსი მონაწილეობდა როგორც სახმელეთო კომპონენტი, ესევე საჰაერო და საარტილერიო საშუალებები. ამოცანა წარმატებით შეასრულა ქვედანაყოფმა და განახორციელა მოწინააღმდეგის განადგურება. ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის არსებული ქალთა ანსამბლი რეხეული სვანეთში ტურნეს ფარგლებში სვანეთობის დღესასწაულში მონაწილეობდა, რომელიც ცენტრალურ სკვარში გაიმართა. ღონისძიება ადგილობრივი ტრადიციების, კულტურისა და კულინარიული მემკვიდრეობის გაცნობას ემსახურებოდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონები დაეთვალიერებინათ, სადაც სვანური ტრადიციული კერძები და ხალხური რეწვის ოსტა და ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საკონცერტო პროგრამა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული კოლექტივების გამოსვლებით წარიმართა. განსაკუთრებული მოწონება ანსამბლ რეხეულის მრავალჟანრობრივ რეპერტუარს ხვდა წილად. ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების პროფესიულმა შესრულებამ მაყურებლის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. ანსამბლის გამოსვლამ ტურისტების ობიექტივებიც არ დატოვა უყურადღებოდ. ანსამბლის წევრებმა სვანეთის ტრადიციებთან ერთად სტუმრ მასპინძლების განსაკუთრებული მადლიც იგემეს. გულწრფელობა, სითბო და სიყვარული, რომელიც სვან ხალხს სხვებისგან გამოარჩევს. ანსამბლის წევრებმა სვანეთის ისტორიულ ადგილებში იმოგზაურეს. უშგული და მისი ისტორიული კოშკები, სვანური არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები მოინახულეს. დიდი შთაბეჭდილება ზაგაროს უღელტეხილმა დატოვა. მისტიური გარემო, სადაც როგორც თავად ამბობენ, თავისუფლების სუნთქვა განსაკუთრებით იგრძნობა. ტურნეს ფარგლებში ანსამბლის წევრებს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც სვანეთის უძველეს კულტურას გაეცნენ. შემდეგ კი მუზეუმის სცენაზე გამართული კონცერტით გააგრძელეს შეხვედრა მაყურებელთან. ანსამბლის ქართული ხალხური და ქალაქური ფოლკლორით გაჯერებულმა მუსიკალურმა შემოქმედებამ მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. საღამოს სვანური სიმღერის ლოტბარი ვახტანგ ფილფანი ესწრებოდა, რომელმაც წინა დღით ანსამბლის წევრებს მასტერკლასი ჩაუტარა და სვანური სიმღერა შეასწავლა.
მუზეუმის სცენაზე გაჟღერებულმა ამ სიმღერამ კონცერტს განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა მიანიჭა. საღამოს სითბოსა და ემოციებით დატვირთული ნამდვილი ფოლკლორული დღესასწაული იყო, რომელიც ერთობლივად შესრულებული მუსიკალური ნომრით დასრულდა. სასწაულზე უმასპინძლე ანსამბლებს მადლობა მათ იმისთვის, რომ ასე პოპულარიზებას უწევენ ქართულ კულტურას და მადლობა მათ ორი სასიამოვნო დღისთვის, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ. დღეს კიდევ მოგოცა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოგესმინა მათთვის და მოგოცა სიამოვნება იმ ყველაფერს, ქართული კულტურა. დღეს ჩვენმა მუზეუმმა უმასპინძლა ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლებს, რაც იყო ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული და პატივი, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ მოისმინა არაჩვეულებრივი ფოლკლორი, არაჩვეულებრივი პოლიფონია, რითიც ძალიან დიდი ხნის საგზარი დაგუტოვა, ძლიერი საგზარი. ბავშვებმა, მოზარდმა თაობამ იხილეს ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული არაჩვეულებრივი, როგორც გურული, ასევე ქალაქური, ასევე აფრიკული სიმღერები, რითიც ძალიან დიდი სიხარული მივიღეთ. მადლობა მათ ამ დიდი სიხარულისთვის და უმრავლო სვანეთს ერთმა მსგავსი შესაძლებლობის მქონე ანსამბლების ჩვენთან ჩამოსვლა და მათი ცოდნის გაზიარება. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. ანსამბლი რეხეული ოზურგეთიდან ძალიან მაგარი ანსამბლი, როგორი ნამუშევარი აქვს, როგორი ლამაზები არიან და ასრულებენ ყველა ჟანრის სიმღერებს. ესეც კარგია, ძალიან კარგია, როცა ფოლკლორთან ერთად ქალაქური ჰანგებიც გაისმა დღეს, უცხოური სიმღერებიც გაისმა, ამითი იზიდავენ მაყურებელსაც, ბავშვებსაც და ჩვენი საქმიანობით ვაკეთებ ძალიან დიდ საქმეს. ფოტინემ თხოვა რაღაცა 1-2 საათი ფანჯარა ქონდა თავისუფალი, უშქულიდანო დაბრუნდნენ გოგონებს, ქონდათ პატარა თავისუფალი დრო და მოვედი და ჩაუტარე მასტერ კლასი, ანუ ვასწავლე სვანური სიმღერა. მე ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს ამ გაკვეთილების ჩატარების და მე ჯერ ესეთი ნიჭიერი გოგონები იშვიათად შემხედრე, როცა 1 საათში მოასწრეს 2 სიმღერა, 1 ფერხული, ძალიან ნიჭიერ გოგოებთან მაქვს საქმე. ამათან მეგობრებოდ მე რამდენად გავაგზელებ და ვეცდებით რომ ამ ჩვენს რეპერტუარს შევმატოთ სვანური სიმღერებით, საკრავებით. ანსამბლი რეხეული ვიმყოფებოდით სვანეთში, სვანეთობაზე, მიწვეული ვიყავთ არაჩვეულებრივ ფესტივალზე, სადაც შევასრულეთ რამოდენიმე ქალაქური სიმღერა და მართლაც რა ვიცი ძალიან ახსოვნება გამოიწვია მაყურებლების, რის შემდეგაც ჩვენ მიგვიწვიეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე სოლო კონცერტისთვის, რომელიც დაგეგმილი არ იყო, თუმცა ამის პრობლემა არ იყო, ნამდვილად პროგრამა შევადგინეთ იქვე და შევეცადეთ, რომ მაყურებლებისთვის მიგვეწოდებინა მრავალფეროვანი ჩვენი რეპერტუარი და ვფიქრობ, რომ ეს დღეს შედგა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მსგავსი შეხვედრები, რადგან აქ ხდება ერთმანეთის კულტურის გაცნობა, დამეგობრება, სამომავლო გეგმები და ვფიქრობ, ეს დღეც ნამდვილად შედგა. ჩვენ იმდენად დიდი სიყვარული, იმდენად დიდი ემოციები ჩამოვიტანეთ გურიაში, რომ ალბათ ძალიან დიდხანს გავყვება და ვფიქრობ, რომ ჩვენც დავუტოვეთ იგივე შეგრძნება ამ ძვირფას მთის ხალხს და აქედან ვესიყვარულები და ვეფერები კიდევ ერთხელ ძვირფას მეგობრებს, სვანებს. დღეისათვის სულ ეს იყო. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.